ქალაქ ეტელბრიუქში მდებარე ეს შენობა უფრო მეტ ენერგიას აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. ლუქსემბურგის ჯანდაცვის ინსტიტუტი სამაგალითოდ ითვლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ ევროპაში. ის მასალას მზის პანელებსა და ცხელი წყლის ავს. ამ ყველაფერს ნახავთ ევროპული პროექტის პოზიტიური ენერგიის ფარგლებში. ამ პროექტის კონცეფციის მიხედვით ეგრეთ წოდებული დადებითი ენერგია შენობის განუყრელი ნაწილი უნდა იყოს მთელი მისი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ჩემი აზრით ეს შენობები თავისუფლად გაძლებს 50 წელი. გვინდოდა მართლა პოზიტიურები ყოფილიყავით და გაგვეთვალისწინებინა ეგრეთ წოდებული რუხი ენერგიაც, რომელიც შენობის აშენებასა და დაშლას სჭირდება. ამ პროექტმა ევროპის განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ჯილდო მოიპოვა. საავადმყოფოს გვერდით მდებარე ლუქსემბურგის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ელექტროენერგიის სხვადასხვა წყაროს ინტეგრაციისა და ავტომატური კონტროლის იდეის ერთგული რჩება. ამ შენობაში 430 სტუდენტი სწავლობს. არის 16 საკლასო ოთახი და 6 ლაბორატორია. მისი სახურავი კი მთლიანადაა დაფარული მზის პანელებით, რომლებიც ორჯერ მეტ ელექტროენერგიას აწარმოებენ, ვიდრე ამ შენობას სჭირდება. ამ საპილოტე პროექტის კიდევ ერთი საკვანძო ელემენტი გათბობაა, რომელიც ვერტიკალურად დამონტაჟებული წყლის ავზიდან მოდის. ამ აუზის სიმაღლე 20 მეტრია და 100,000 ლიტრ წყალს იტევს. შენობის ფასადზე დაინახავდით მზის თერმულ კოლექტორებს, რომლებიც ფანჯრებს ჰგავს, მაგრამ რეალურად ისინი ელექტროენერგიას აწარმოებენ. მათ აუზის გასათბობადაც იყენებენ. ამ დაწესებულების მთლიანი ბიუჯეტი 29 მილიონი ევროა, საიდანაც 28 მილიონი ლუქსემბურგმა დააფინანსა, ხოლო 1 მილიონი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფონდმა. დერეფნების კედლები თეთრი თიხისაა. ერთადერთი ელექტრომოწყობილობა მანათობელი დიოდებია. ჰაერი მუდმივად იწმინდება და აქ გამოყენებულ ყველა აპარატურას ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი აქვს. საინტერესოა, როგორ გრძნობენ თავს სტუდენტები. კლასში თავისუფლად სუნთქავ, არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა. ზუსტად არის ტემპერატურა შერჩეული, რათა სწავლის დროს ყურადღება არ გაგეფანტოს. შენობა 2019 წელს ააგეს და მას შემდეგ ეს ცენტრი ოდნავადაც არ დაძველებულა. ასე ამბობს დირექტორის მოადგილე, რომელიც როგორც ჩანს ძალიან ამაყობს ამ შენობის აღჭურვილობით. საკლასო ოთახებში ყოველთვის სასიამოვნო ატმოსფეროა ტემპერატურის, ტენიანობისა და აკუსტიკის მაჩვენებლების მიხედვით. ეს შენობა იმისთვის მოაწყვეს ასე, რომ სტუდენტებმა საუკეთესო განათლება მიიღონ და თან ბევრიც იმუშაონ.